თბილისის მოდის კვირეული 6-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება. მოდის კვირეულს ამჯერად ვარდების ბაღი უმასპინძლებს. თბილისის მოდის კვირეულის ძირითად პროგრამაში 20-მდე ქართველი დიზაინერის, ავთანდილის ატელიე მატერიას და თუნას ულიკაშვილის, გიორგი შაღაშვილის და გოლა დამიანის ჩვენებები მოეწყობა. ცნობილია, რომ მოდის კვირეულზე წელს ახალი სახელებიც გამოჩნდებიან. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება დამწყებ დიზაინერთა კონკურსი, რომლის ჟიურიში ცნობილი უცხოელი სტუმრები იქნებიან, მათ შორის იტალიელი მოდის კონსულტანტი ჯანი ფონტანა და სერენა ტოფედი, რომლებიც გამარჯვებულ სპეციალური პრიზით დააჯილდოვებენ. სპეციალურად თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობისთვის 7 მაისს იონას ბრამერი ჩამოვა. მოდის კვირეულის ფარგლებში ტრაგიკულად დაღუპული ფოტოგრაფის ირაკლი ღუღუნიშვილის ნამუშევრების გამოფენაც გაიმართება. თბილისის მერია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოგიდგენთ. 1 მაისიდან 7 მაისის ჩათვლით ქოლგა თბილისი ფოტო 2014-ის ფარგლებში თბილისი ფოტო კონკურსის საუკეთესო ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. უკვე მე-13 წელია, რაც საქართველოში ფოტო კონკურსი ქოლგა იმართება, რომლის მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან დააკავშიროს. საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციის გამტკიცებისთვის ფოტო კონკურსი უცხოეთშიც გამოცხადა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში. გარდა გამოფენისა, ფოტოგრაფიით დაინტერესებულ პირებს მოწვეული ევროპელი და ამერიკელი ფოტოგრაფები, კურატორები და კრიტიკოსები საგანმანათლებლო სახის ვორქშოპებს, სემინარებს და პორტფოლიო ჩვენებებს ჩაუტარებენ. საპრიზო ფონდი $6,000 შეადგენს, რომელიც 4 ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად უნაწილდება. ფოტოკონკურსი ქოლგა 2001 წლიდან ტარდება. This is big. You haven't dated just one guy in a long time. You cleared the whole roster. I cleared the bench. 1 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში კამერონ დიასის მონაწილეობით მორიგი ფილმი გამოვა. სხვა ქალი ასე ქვია ნიკ კასავეტას ნამუშევარს, რომელიც ერთ კაცზე 3 ქალის შურისძიებას ასახავს. ფილმი კომედიური ჟანრისაა და მასში კამერონ დიასთან ერთად მონაწილეობას ლესლი მენი, კეიტ აპტონი, დონ ჯონსონი, ნიკი მინაჟი და ნიკოლა კოსტერ ვალდო ასრულებენ. სხვა ქალი რეჟისორმა ნიკ კასავეტამ მელისა სტაკის სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმს უკვე მოყვა საერთაშორისო გამოხმაურება, რაც მის რეიტინგზეც აისახა. I thought maybe we could have some dinner. I let you in. We are not drinking Cosmos and braiding each other's hair. 29 აპრილიდან TBC ბანკი და TBC Art გალერეა გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენას მოაწყობს. გამოფენა 29 ივნისამდე გაგრძელდება. ქართველი ფოტოგრაფი და ალპინისტი გურამ თიკანაძე ფოტოგრაფიას ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან დაეუფლა პიონერთა სასახლეში ცნობილი ფოტოგრაფების ნიკო საღარაძის და სერგო ახვრედიანის ხელმძღვანელობით. უნივერსიტეტში ფოტოგრაფია ალპინიზმმა გაიტაცა. 1959 წელს ჟურნალ დროშის ფოტოკორესპონდენტად დაიწყო მუშაობა. აქტიურად იბეჭდებოდა პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში და გერმანიაში მისი ნამუშევრები. მონაწილეობდა საერთაშორისო ფოტოგამოფენებში. გურამ თიკანაძე 30 წლის ასაკში შხარადან დაშვების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. 2 მაისს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე სპექტაკლ ამერიკა აბანოშის პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი ახალგაზრდა ლიტველი რეჟისორის ლინდა ურბონას რეჟისორობით დაიდგმება. სპექტაკლი მე-19 საუკუნის ცნობილი ლიტველი დრამატურგის ანასტას ვილკუტაიტის კეტურაკასის პიესას ეფუძნება და მასში მონაწილეობას ანდრია თავბერიძე, კახა კუპატაძე, მამუკა ლორია, ირაკლი სანაია, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი და დარეჯან ხარშილაძე იღებენ. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების ფასი 8-დან 10 ლარამდეა.